გაუქმებული და გადავადებული ტურისტული ჯავშნების პარალელურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს პირველადი ნეგატიური შედეგები საქართველოს მაის ტურიზმზეც აქვს. საქმიანი ღონისძიებების სეგმენტზე მომუშავე ტურისტული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ავიარეისების გაუქმების და შეფერხების გამო საქართველოში აპრილში დაგეგმილი არაერთი კორპორაციული ღონისძიება უკვე გაუქმდა. როგორც საქმიანი ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, საუბარია როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ავიამიმოსვლისთვის ტრანზიტად ამ რეგიონს იყენებენ. ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ კი რეგიონში არსებული სამხედრო კონფლიქტი მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება, მოლოდინია, რომ ეს უკვე გავლენას შემდეგი თვეების ბიზნეს ღონისძიებებზეც მოახდენს. აპრილის ღონისძიებები მთლიანად თუ რაიმე იგეგმება და მთლიანად უქმდება, რადგან აქ უფრო საშიშროებას წარმოადგენს არა თვითონ საქართველო როგორც ქვეყანა, არამედ ფრენების შეზღუდვა და კორპორატიული კლიენტები ძირითადად ფრენებს ზღუდავენ სადღაც ივნისის ჩათვლით. შესაბამისად ამას ექნება თავისი ეფექტი. ალბათ თუ ერთ კვირაში ან ორ კვირაში რაღაც არ გამოსწორდა მდგომარეობა, სავარაუდოდ მაისის ღონისძიებებით გაუქმდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის საქმიან ტურიზმზე ნეგატიურ გავლენებზე საუბრობენ თბილისში მდებარე სასტუმროების ნაწილშიც. როგორც Golden Tulip Design თბილისში ამბობენ, მიმდინარე პერიოდი როგორც წესი აქტიური სწორედ კორპორაციული ღონისძიებების მიმართულებით არის ხოლმე, თუმცა რეგიონში არსებული სამხედრო კონფლიქტის ფონზე მიმდინარე თვეში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, როგორც ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან. ჩვენს გარშემო არსებულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და საომარმა მოქმედებებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტურიზმზე და ამ დროს პირველ რიგში დარტყმა მოდის საქმიან ტურიზმზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა იქონია. გვაქვს აბსოლუტური გაუქმებები ისრაელიდან, მნიშვნელოვანი წილი გაუქმებების მოდის ევროპულ ჯგუფებზე და ასევე არაბული ქვეყნის ჯგუფებზე. აქ მნიშვნელოვანი წილი მოდის ასევე იმაზე, რომ გაუქმდა გარკვეული მიმართულებებით ფრენები, ზოგიერთი მიმართულება შეიზღუდა. ჯამში დაახლოებით 30%-ს შეადგენს ამთვის დანაკარგი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. შედარებით განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ მაის ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანიების მეორე ნაწილში, სადაც ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაგეგმილი საქმიანი ღონისძიებების ნაწილმა რეგიონის მიმართულებით, მათ შორის საქართველოში გადმოინაცვლა. BTL ჯორჯიაში ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენებს მოკლევადიან პერიოდში მათ საქმიანობაზე დადებითი ეფექტი აქვს, თუმცა კომპანიაში აღნიშნა, რომ შედარებით გრძელვადიან პერიოდში შექმნილ ვითარებას საქართველოზე როგორც ბიზნეს ტურიზმის მიმართულებაზე ნეგატიური გავლენა ექნება. პირველი პერიოდი ფიქსირდება პოზიტიური ზრდა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამ პოზიტიური ზრდაზე დიდად იმედები არ დავამყაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არსებული პროექტები ახლო აღმოსავლეთში გარკვეულწილად რელოკაცია ხდება მათ საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ კორპორატიული კლიენტების ყოველთვის რთული არის გაუქმება ასეთი ტიპის ღონისძიებების და მათთვის უმჯობესია რომ რელოკაცია მოახდინონ. რაც შეეხება გრძელვადიან ანალიზს, საერთო ჯამში მაინც ახლო რეგიონად განვიხილებით კონფლიქტის ეპიცენტრთან, შესაბამისად ახალი პროექტები და ახალი მოთხოვნების დაგეგმვის პროცესში ამ ფაქტორის გათვალისწინებაც მოხდება. ჩვენ ხო გვახსოვს, რომ უკრაინაში არსებული ომიც ასევე ნეგატიურად დაისახებოდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ქართულ კორპორატიულ ტურიზმზე. შესაბამისად რეგიონალური ასოციაცია საქართველოსი თუნდაც ერთი მიმართულებით თუ მეორე მიმართულებით გრძელვადიანად სამწუხაროდ ყოველთვის ნეგატიურად დაისახება. აღსანიშნავი, რომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის მიმართულება ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. იმ ფონზე, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ მიღებული არაერთი კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა გართულდა და მათი პროექტების მოცულობა რადიკალურად შემცირდა. ამას ნეგატიური გავლენა სასტუმროების კორპორაციული ღონისძიებების დატვირთულობაზეც აქვს. განსაკუთრებული დარტყმა ამ მიმართულებით კახეთის სასტუმროებმა მიიღო. მაის ტურიზმის, ესე ვთქვათ, ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ამ ეტაპზე კახეთის სასტუმროებმა. კახეთში, ესე ვთქვათ, არასამთავრობოების მიერ დაფინანსებული კონფერენციები სრულად შეჩერდა თითქმის და შესაბამისად
ის არასეზონი, რომელიც კახეთის სასტუმროებს ამით ჰქონდათ ხოლმე ესე დაბალანსებული, საკმაოდ ესე ვთქვათ ჩავარდა. შესაბამისად, უბრალოდ ძალიან ბევრი სასტუმრო კახეთში ზამთრის პერიოდში დაიკეტა და აპირებს განახლებას ზაფხულიდან. საბოლოოდ რა გავლენა ექნება საქართველოს ტურიზმის სექტორზე? ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ეს ომის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. კონფლიქტში ჩართული ქვეყნებიდან საქართველოს ტურიზმში ყველაზე დიდი წილი ისრაელს აქვს. 2025 წელს ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 12.5% იყო. სპარსეთის ყურის ქვეყნებს ამ მიმართულებით გასულ წელს 4.5%-იანი წილი ჰქონდათ. ირანიდან მიღებული შემოსავლები კი მთლიანი ტურისტული შემოსავლების 2.6%-ს შეადგენდა.